ამჟამად ახლო აღმოსავლეთში ახალი სამხედრო ესკალაცია, რომელიც ომის ახალ ფრონტს ხსნის. მაშინ როცა აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. იემენელმა ჰუსიტებმა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს შეტევა. პირველად 2022 წლის შემდეგ ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მასშტაბური საბრძოლო დაპირისპირებები დაიწყო. ამასთან იემენელი ჰუსიტები ირანის მხარდაჭერით თავს ესხმიან არა მხოლოდ სამთავრობო ძალებს, არამედ საუდის არაბეთის ტერიტორიასაც. და გამოწვევას უცხადებენ საუდელების ახალ სამხედრო ალიანსს თურქეთთან და პაკისტანთან. და ეს მხოლოდ საერთო სურათის ერთი ნაწილია. რადგან პარალელურად შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ შეუძლიათ ირანის საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნა. ხოლო დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანზე გამარჯვების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს. მაგრამ ამ დროს ანალიტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ამ ომის დაწყებიდან მსოფლიომ 2.6 მილიარდი ბარელი ნავთობი დაკარგა. ეს არის მიწოდების ყველაზე დიდი შეფერხება ისტორიაში. თუ არ ჩავთვლით 1979 წლის ირანის რევოლუციას. ამ გამოშვებაში განვიხილავთ კონფლიქტის ორივე განვითარების ხაზს ახლო აღმოსავლეთში. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, დღეს ჯერ კიდევ 14 აგვისტოა, 15-ზე გადასვლის ღამეა. მე ვწერ საგანგებო გამოშვებას, რადგან მართლაც ძალიან ცხელი თემა. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე. ამიტომ მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მოდი დავიწყოთ ეს გამოშვება იემენის ამბებით, რადგან იქ ჰუსიტებმა უკვე საბოლოოდ დაიწყეს მასშტაბური შეტევა. და ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი კვლავ გააცოცხლეს. ჰუსიტების რაზმებმა და მათთან მოკავშირედ ომთა მილიციებმა ცენტრალური იემენის ქალაქ ტაიზის მახლობლად პროსაუდური ძალების პოზიციებზე შეტევა განახორციელეს. ბოლოები ამტკიცებენ, რომ თავდასხმა მოიგერიეს. ხოლო ჰუსიტებთან დაკავშირებული არხები აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის თავდაცვა გაარღვიეს და წინ მიიწევენ. გარდა ამისა, ბრძოლები განახლდა შეხების ხაზის გასწვრივ ლაჯის პროვინციაში. ეს არის ქალაქ ალ-კუბაითას მახლობლად. და მარიბის პროვინციაში. ეს არის სამხრეთგარეუბანი და ხარიბის ოლქი. ანუ, თუ ასეა ვინც იცის კონფლიქტის ისტორია ყველგან, სადაც 2022 წელს ბრძოლები გაიყინა და ვერცერთმა მხარე ვერ მიაღწია შედეგს, ეხლა ბრძოლები კვლავ განახლდა. ფაქტობრივად გაკინული ფრონტის მთელ ხაზზე. და ეროვნული წინააღმდეგობის ძალები, ეს ძალები ემორჩილებიან იემენის მთავრობას. მათ განაცხადეს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა 24 საათში ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს რაიონებზე 78 თავდასხმა განახორციელეს. მათგან 36 განხორციელდა ბალისტიკური რაკეტებით, ხოლო 42 უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. მთავრობათმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჰუსიტების თავდასხმებმა ვერცერთ სამხედრო ობიექტს ვერ მიაღწია. დარტყმები მიზნად ისახავდა ელ-მუხა სპორტსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს. მთავრობამ განაცხადა, რომ ჰუსიტებმა ფრონტის ხაზზე და სანგრებში ცოცხალი ძალისა და საბრძოლო მასალის დანაკარგი განიცადეს. განსაკუთრებით ძლიერად ჰუსიტები ესმოდნენ პროსაუდის ძალების პოზიციებს სწორედ იმ ელ-მუხა სპორტის რაიონში. ის სულ დაიკავონ, რათა წითელი ზღვის სანაპიროზე კონტროლი დაამყარონ და სამთავრობო ძალებს მნიშვნელოვანი უპირატესობა წაართონ. რატომ? იმიტომ რომ დღეს ბაბ-ელ-მანდების სრუტის ნაწილი ფაქტობრივად ჰუსიტების კონტროლის ქვეშ არ არის. და სწორედ ეს ელ-მუხა სპორტი გამოდის წითელ ზღვაზე, ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან ახლოს. და მათ სურთ საბოლოოდ დაიკავონ იგი. რამდენიმე დღით ადრე ასევე დაიბომბა საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია ჯიზანში, იემენის საზღვართან. საუდის არაბეთმა ჰუსიტებზე საჰაერო დარტყმები მიაყენა, ხოლო საუდის მომხრე ძალებმა არტილერიით დაბომბეს ისინი. აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რა ხდება ამ ეტაპზე. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანთან ომის ცხელი ფაზიდან ეკონომიკურ ზეწოლაზე გადადის. სხვათა შორის არმუზის სრუტე არც გაუხსნიათ. ის რაც ახლა იემენში ხდება, 2022 წლის შემდეგ პირველად ხდება. როდესაც იემენში მხარეებს შორის ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მასშტაბური საბრძოლო შეტაკებები დაიწყო, ჰუსიტები სარგებლობენ სიტუაციით, რადგან ფიქრობენ, რომ მტერზე უპირატესობა აქვთ. ეს არის ბალისტიკური რაკეტები, ეს არის უპილოტოები. რაც თავარია, საუდის არაბეთის მოწყვლადი მდგომარეობა პლუს მას არ ყავს სანდო მოკავშირეები, რომლებიც რეალურად დაეხმარებიან, მათ შორის აშშ-ის გარკვეული განზედგომაც.
ერიადზე ზეწოლით, ჰუსიტები იმედოვნებენ, რომ იემენში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში უკეთეს პირობებს მიიღებს. ხოლო ირანი ამას აღიქვამს როგორც არაბული მონარქიების შეკავების ინსტრუმენტს და დამატებით ზეწოლას მათ ეკონომიკას. მართალია, ეხლა ეს ასევე გახდა ახლად შექმნილი სამხედრო ალიანსის, საუდის არაბეთის, პაკისტანისა და თურქეთის სიცოცხლის უნარიანობის გამოცდა. გახსენებთ, მათ ხელი მოაწერეს სამხედრო პაქტს, რომელიც ანალოგიურია ნატოს წესდების მეხუთე მუხლისა. ანუ ერთზე თავდასხმა იქნება ყველას წინააღმდეგ თავდასხმა. აი ამ პაქტის ხელმოწერის შემდეგ ჰუსიტებმა საუდის არაბეთს დაარტყეს, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე. ახლა კი იემენში სამოქალაქო ომი განახლდა. და ჯერჯერობით თურქეთის ან პაკისტანის მხრიდან არანაირი ქმედება არ შეინიშნება. საერთო ჯამში კი ესკალაციის მასშტაბი ბოლო კვირების კონკრეტული ციფრებით დასტურდება. კიდევ 6 აგვისტოს ჰუსიტებმა განაცხადეს საუდის არაბეთის ჯარების პოზიციებზე დარტყმების შესახებ ჰადრამაუთსა და მარიბში. მაშინ დაიღუპა არანაკლებ 58 ადამიანი ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო აპარატების გამოყენებით განხორციელებული დარტყმა. პასუხი იყო საუდის არაბეთის მხარდაჭერით სამხედრო ძალების სავარაუდო ზრდაზე. მსგავსი თავდასხმისას სამხედრო ბანაკებზე იმავე პროვინციებში დაიღუპა არანაკლებ 30 სამთავრობო ძალების სამხედრო მოსამსახურე. ხოლო 15 დაიჭრა. ჰუსიტებმა ალ-ჯაუფის პროვინციიდან 8 რაკეტა გაუშვეს. განსაკუთრებით მძიმე დანაკარგები იმით იყო გამოწვეული, რომ ერთ-ერთ ბანაკში სამხედროები სწორედ დილის ვარჯიშისთვის იყვნენ შეკრებილი. რაც შეეხება ალ-მოხა სპორტს, რომელსაც დღეს ჰუსიტებმა შეუტიეს, ის კვლავ მთავარ სამიზნედ რჩება. ეხლა ჰუსიტები უკვე რამდენიმე დღეა სწორედ ამ პორტს უტევენ, როგორც დრონებით, ასევე ბალისტიკური რაკეტებით. და აი ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელმა იახია სარიამ ამ სამიზნის სტრატეგიული მნიშვნელობა ასე ახსნა, ციტატა. მუხა სპორტს მნიშვნელობა აქვს იმის გამო, რომ ის იემენის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და ახლოსაა ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზღვაო მარშრუტს წარმოადგენს. მაგრამ აქ ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იემენში ქვეყნებს შორის ფორმალური სამშვიდობო ხელშეკრულება არასოდეს არსებობდა და 2022 წლის მარტიდან მოქმედებდა მხოლოდ ასეთი არაოფიციალური ზავრი. თუ გნებავთ, ჯენტლმენური შეთანხმება ქაღალდზე, მაგრამ პირდაპირი სამშვიდობო ხელშეკრულება არ ყოფილა. და ეხლა ფაქტობრივად ეს ჯენტლმენური შეთანხმებაც წარსულს ჩაბარდა და იემენში ომი ისევ სრული ძალით განახლდა. მეორე ნაწილში კი მოგაწოდით ირანის ამჟამინდელ სურათს, რადგან ის პირდაპირ კავშირშია იემენში მიმდინარე მოვლენებთან. ჰუსიტები და თეირანი ერთ ლოგიკაში მოქმედებენ. ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ზეწოლას ახდენენ რეგიონზე. და აი აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა პანამაში ვიზიტისას გუშინ განაცხადა შემდეგი, ციტატა. აშშ-ში სამხედრო საზღვაო ძალებს შეუძლიათ ასეთი ბლოკადის შენარჩუნება განუსაზღვრელი ვადით. რადგან ჩვენ გემების როტაციას ჩავატარებთ, როგორც ახალდე ვაკეთებდით და მომავალშიც გავაგრძელებთ. ანუ ეს არის მინიშნება იმაზე, რომ ისინი მზად არიან ირანის ბლოკადა კიდევ რამდენიმე თვე ან თუნდაც წლები გააგრძელონ. მოგვიანებით აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ირანზე ეკონომიკური ზეწოლის ახალ ტალღას დაანონსა. მისი ციტატა. მომავალ კვირას თვალი ადევნეთ შემდეგ განცხადებებს, რადგან ჩვენ ნივირებთ ზომებს, რომლის მსგავსი ეკონომიკური იზოლაციის ისტორიაში არც ერთ ქვეყანაზე ჯერ არ ყოფილა. იცით, მე შევნიშნე, რომ ამ თვის დასაწყისში ტრამპმა თქვა, რომ ის ამზადებს ირანზე უპრეცედენტო ძალის დარტყმას. ამბობს, ესეთი რამ მეორე მსოფლიო ომის დროიდან არ უნახავთ. ან სულაც მეორე მსოფლიო ომს კი ომშიც კი ესეთი რამ არ ყოფილა. საბოლოოდ არაფერი მოხდა, ამიტომაც ეხლა მოგიწოდებთ სკეპტიკურად მიუდგეთ სკოტ ბესენტის განცხადებებს. ის ამბობს, ისეთ სანქციებს შემოვირებთ, როგორც მსოფლიომ ჯერ არ უნახავს. ეს იქნება ისეთი იზოლაცია ირანისთვის, რომ მთელი მსოფლიო შოკში ჩავარდება და იტყვის, ოჰო, ასეთი რამ ისტორიაში პირველად ხდება. ხო უყვართ მათ ესეთი რაღაცები, მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ არის. აქ აპოგია. დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულების შემდეგ არმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს. შემდეგ ციტატა ამერიკის პრეზიდენტის. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულებთ ირანის განადგურებას, რომელიც ახლა ძალიან ძლიერ მარცხს განიცდის, საკმაოდ მალე მე არმუზის სრუტეს შეერთებული შტატების ტერიტორიად გამოაცხადე. ფაქტობრივად ასეა უკვე დღესაც.
ჩვენ ბლოკადას ვახორციელეთ. არც ერთი გემი არ გადის სრუტეში, თუ ჩვენ თვითონ არ მოვისურვებთ. უახლესი მონაცემებით ხუთშაბათს, ბოლო დღეღამეში არმუზის სრუტეში 9 გემი გავიდა. 5 პერსიის ყურეში მიემართებოდა, ხოლო 4 ომანის ყურეში გავიდა. ხაზს უსვამ ირანის მიერ განსაზღვრული მარშრუტით. ბაბელ-მანდების სრუტეში წითელ ზღვაში ჩართული ტრანსპონდერებით 19 გემი გავიდა. ნათელი გემებისა უბრალოდ გამორთული ტრანსპონდერებით მოძრაობს და საერთოდ არ ხვდება სტატისტიკაში. ამასობაში ირანი კვლავ უარყოფს კომპრომისულ ვარიანტებს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. გუშინ თეირანმა უარყო ომანის წიადადება, რომ ეს სრუტე ერთობლივად პარიტეტულ საფუძველზე 50-50-ზე იმართოს. და კვლავ თავის ვარიანტზე დაჟინებით იდგა. ერთი მარშრუტი სრულად უნდა გადიოდეს ირანის ტერიტორიულ წყლებში, რათა ირანს შეეძლოს მისი ეფექტურად კონტროლი. გრძელდება პირდაპირი სამხედრო დანაკარგებიც, თანაც ორივე მხრიდან. ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსმა გუშინ ჰორმუზის სრუტეს თავზე კიდევ ერთი ამერიკული უპილოტო MQ-9 რიპერი ჩამოაგდო. და ასე, საერთო მონაცემებით ამ ტიპის ამერიკული დრონების დანაკარგები ირანთან კონფლიქტში. მათმა რაოდენობამ 45 ერთეულს გადააჭარბა, რაც მათი საერთო პარკის დაახლოებით 25%-ს შეადგენს. მთელი კონფლიქტიდან ეკონომიკური დანაკარგების მასშტაბიც კოლოსალურია. საუდი არამკოს ხელმძღვანელის შეფასებით, მსოფლიომ ამ ომის დაწყებიდან 2.6 მილიარდი ბარელი ნავთობი დაკარგა. ეს შეესაბამება მსოფლიო მოხმარებას 25 დღის განმავლობაში. ომამდე დღეში 103 მილიონი ბარელის მოთხოვნის პირობებში. და მიმდინარე მიწოდების შეფერხებას ისტორიაში ყველაზე დიდ ხდის საერთო მოცულობით. თუ არ ჩავთვლით ირანის რევოლუციას, 1979 წელს ანალიტიკოსების უმეტესობა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დღიურ დეფიციტს 5 მილიონ ბარელად აფასებს. თუმცა კომპანია არამკო აცხადებს, რომ პერსიის ყურედან ყოველდღიურად 11 მილიონი ბარელი ნაკლები მიეწოდება. სხვათა შორის დეფიციტი შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავებულიყო მას შემდეგ, რაც კასპიის მილსადენების კონსორციუმები შეჩერეს ნავთობის გატანა შავიზღვისპირა ტერმინალიდან რუსეთის ნოვოროსიისკში უკრაინული დრონების თავდასხმების გამო. ამ ფონზე იუწყებიან, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ უკვე გაათავისუფლა 400 მილიონი ბარელი ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან, ჯერ კიდევ მარტში. დარჩენილი სახელმწიფო რეზერვებიდან დაახლოებით მესამედი მოდის შეერთებულ შტატებზე. ხოლო აშშ-ში სტრატეგიული ნავთობის რეზერვი დაეცა მინიმუმამდე 1993 წლის იანვრის შემდეგ. აშშ-ის აუდიტის პალატა მაისში გააფრთხილა, რომ რეზერვის ინფრასტრუქტურის მეოთხედი უკვე მიუწვდომელია, რაც ნიშნავს, რომ რეალურად შეიძლება გათავისუფლდეს კიდევ მაქსიმუმ 100 მილიონი ბარელი. და აქ საინტერესო სურათია, რადგან ექსპერტების თქმით, ბევრ დასავლურ ქვეყანას ნავთობის რეზერვები უკვე მაქსიმალურად შეზღუდული აქვს. ამავე დროს ჩინეთი, როდესაც რეზერვები დაახლოებით 1.7 მილიარდ ბარელს შეადგენს, შეუძლია არმუზის სრუტით ომამდელი იმპორტის მოცულობა თითქმის 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს. დასავლეთს რეზერვი 6 თვე აქვს, ანუ ჩინეთს შეუძლია 7-დან გადაიტანოს ეს ომი. შედეგი, ჰუსიტებმა იემენში ერთდროულად რამდენიმე ფრონტი გახსნეს, რომლებიც 2022 წლიდან იყო გაყინული ბრძოლის იმედით. ბალისტიკა, დრონები და საუდის არაბეთის მოწყვლადობა იმ პირობებში, როდესაც მას აშშ-შო საიმედო მხარდაჭერა არ აქვს, ამავდროულად თავად ირანი აგრძელებს ჰორმუზის სრუტის დახურულ მდგომარეობაში შენარჩუნებას და უარს ამბობს კომპრომისებზე ომანთან. ხოლო აშშ-ში პასუხობს განუსაზღვრელი ბლოკადის და უპრეცედენტო ეკონომიკური ზეწოლის დაპირებით. და ამ ყველაფრის ფონზე ანალიტიკოსების გონივრული გათვლებით, მსოფლიო ნავთობის მარაგები შეძლებენ ამჟამინდელი მიწოდების დეფიციტის დაფარვას მხოლოდ დაახლოებით 0. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ორმაგი ზეწოლა არაბეთის ნახევარკუნძულზე ორივე მხრიდან, ანუ ბაბელ-მანდების სრუტესა და ჰორმუზის სრუტეში, მით უფრო ახლოვდება ის მომენტი, როდესაც საწვავის ფიზიკური მარაგი მსოფლიო საცავებში შეიძლება უბრალოდ აღარ იყოს საკმარისი. და მაშინ მოუწევთ ნებისმიერ პირობებზე წასვლა. ოღონდ როგორმე გაიხსნას ეს ნავთობის ნაკადები. აქ მრავალ წერტილს ვსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ვილაქს და არ დაგაუცილეთ ლაიქის დაჭერა. სულ ეს იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.